ახლა გვექნება გაშლა, ახსენდებოდით თუ არა დღეს. მნიშვნელობა არ აქვს, როდის გახსენით ვიდეო, როცა შეგხვდათ, მაშინ არის თქვენთვის აქტუალური. ვარიანტი გვექნება ორი. პირველი, მეორე. ჩაიფიქრეთ და დავიწყოთ. ნახოთ ენერგიები, რა ენერგიებში ხართ. აქ თქვენ დაახურეთ სიტუაცია, რაღაცა ახალში წახვედით, რაღაცა მთლიანობა, გამთლიანდით თითქოს, გამთლიანდით, კიდევ რა ენერგიებში ხართ. რაღაც სამსახურეობრივ კარიერულ სფეროზე აიღეთ ორიენტაცია, ბევრი ოცნებები, ბევრი მიზნები გაქვთ. ვიღაცა ოჯახში ხართ უკვე, შვილი, აქ მეტი წილი გათამაშდება დაოჯახებული. გოგონები იმან ბიჭები მიყურებთ. რაღაც ახალ პერსპექტივებს, ახალ შანსებს უყურებთ. ვერ ვიტყვი რომ აქ ხართ რაღაც დაგრუზული, მაგრამ აქ რაღაცა მოკვდა. არჩევანი, თითქოს თქვენ გააკეთეთ თქვენი არჩევანი და დაიცავით ამ ადამიანისგან თავი. შესაძლოა თქვენ ყოფილ მეუღლეზეც მიყურებთ. ან ვიღაც სტაბილურ პარტნიორს ვნახოთ, ახლა ახსენდებოდ თუ არა დღეს მას. კი, ფიქრები ძალიან ბევრია, მაგრამ შუმი ფიქრები აქ. ანუ არ ყვირის ამაზე, შეიძლება თავის თავსაც არ უღიარებს, მაგრამ ფონად უხართ თქვენ. ახალი პერსპექტივები აქ რაღაცა. შესაძლოა ადამიანმა შექმნა ოჯახი, ან აპირებს, ან ისევ იგივე თქვენი ყოფილი მეუღლეა, ვისთანაც ციკლი დაიხურა ეს ციკლი. აქ არის ბევრი ფიქრები, არის აგრესია, არის სიმძიმე, მძიმედ ახსენდებით, თქვენ დანაკლის გრძნობს. აქ სხვათა შორის უნდა რომ გამოჩნდეს, ოღონდ არ იცის როგორ. არა მარტო ფიქრია, აქ არის სურვილი, რომ რაღაც ხმა მოგაწვდინოთ, რაღაცა გააკეთოს. მაგრამ თავის ეგოს ვერ უშვებს. და ამიტომ არის სიტუაცია გაუმძლეველი. მიხართ თქვენ მისთვის, თქვენ მისთვის დღესასწაული ხართ, რომელსაც ელოდება, შეიძლება თქვენ ელოდებათ რა მოხდა თქვენ შორის. არჩევანს ვერ აკეთებდა ადამიანი, ან რაღაც სერზუნაბიც ვერ დგავდა. რას ეხებოდა ეს? ვიღაცა იყო რაღაც დამოკიდებულებებში, ბევრნაირი იყოს შეიძლება დამოკიდებულებები, შესაძლოა კი რა არის ეს? შესაძლოა აქ დაოჯახებული ადამიანი, ან თქვენ, ან ის, ბევრი ხართ, ვარიანტები ბევრია და ეს არ გაძლევდათ საშუალებას იყოთ ერთად. უფრო აქ ჩაფიქრებული პარტნიორი ვერ აკეთებდა არჩევანს, ვერ წონიდა რა გააკეთოს, აგირჩიოთ თქვენ თუ სხვა, თუ აგირჩიოთ თქვენ თუ თავისუფლება, თუ აირჩიოს რა ფორმატის ურთიერთობა უნდა, ეხლა არის დეპრესიაში, თავს უნდა რომ დაიცვას ამისგან, მაგრამ ნაკლებად გამოსდის, კონცენტრაციას აკეთებს ეხლა სამსახურეობრივ სფეროზე და თავის რაღაცა ეგოისტურ მოთხოვნილებებზე აქ ჰქონდათ ყოველთვის ადგილი. თუ უნდა ესე მოსვლა, რატო ვერ მოდის, რა უშლის ხელს, ვინ უშლის ხელს, აქ სხვა პარტნიორი ყავს. სტაბილურად თანაც. ვისთანაც არის რაღაცა გრძნობები, თქვენ ვიხართ მისთვის. თქვენთან თითქოს განეიტრალებულია ყველაფერი. ამჟამად განულებულია. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს, თითქოს შანსებს ვეღარ ხედავს, არა და შანსი არის აქ, უბრალოდ ეს ვერ ხედავს. ეს თვალებზე აქ ახვეული ბინდი აქვს გადაკრული. მოიმოქმედებს რამეს? შინაგან კონფლიქტებშია. უნდა, მაგრამ ჯერჯერობით თავის იმპერატორული საბადრიდან არ ჩამოდის. ესეთი გამოგვივიდა პირველი ვარიანტი, მადლობა ყველას ვინც უყურეთ, გადავიდეთ მეორეზე, გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, ვნახოთ რა ენერგიებში ხართ აქ წყვილური ურთიერთობა ნარჩევანია, შეიძლება ვიღაცასთან უკვე წყვილში ხართ, ან თქვენი წვილი დაიხურა. აქ იყო სამკუთხედი ბევრთან.
მაგრამ თქვენ თითქოს ოცნებები და ილუზიები უფრო სწორ რაღაცაზე გქონდათ. ნუ ვისის შემოვნება ხა სამკუთხედში ყოფნა, რა თქმა უნდა, მესმის. აქ ისე მიდიოდა ვითარება, რომ ყველა ვარიანტში უნდა დასრულებულიყო ეს იყო სწორი ამის დასრულება, ანუ რაც ეკუთვნოდა ამ ურთიერთობას, ესეც დაემართა, იმიტომ რომ ურთიერთობა იყო არასწორ ფასეულობებზე აგებული. ადამიანი იყო ეგოისტი, არ გიშვებდათ ეგოიზმის გამო რაღაცა პერიოდი. ეხლა რა ხდება, ეხლა რას ფიქრობს თქვენზე? ფიქრობს, რომ თქვენ მისგან იკეტებით მისი ტყუილების გამო. რამის თუ გეგმავს? უნდა ახალი დასაწყისი. ხოთშორს ვიღაცა ფიქრობს, რომ შეიძლება ხელი გთხოვოთ, მაგრამ ცოტა მერე აქვს ეს აზრები, აი გაუველვებს ხოლმე. თქვენთან დიდი მიჯაჭვულობა აქვს, თქვენ მის იმზე ხართ, ათხოვთ მის სულს ეხლაც კი, როცა ყველაფერი დასრულებულია. აქ ფიქრობს კი, აქ იმდენს ფიქრობს, რომ რაღაცა გაკეთების თავიც არ აქვს, მთელი რესურსი მიაქვს ფიქრებს. ნერვიულობს აქ ადამიანი დეპრესიაშია. რამეს თუ გააკეთებს? მოქმედებებში აქ ცოტა გვიჭირს. ემოციური ფონი აქვს ადამიანს მაღალი და პლუს აქ ვიღაცა სხვა პარტნიორის არის. ელოდება, რომ ყველაფერი დაბრუნდება. ანუ დაბრუნდებოდა იმ პირობით, თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც თვითონ უნდა. სექსუალური მიჯაჭვულობა აქვს აქ თქვენ და გრძნობებიც არის აქ, უზარმაზარი გრძნობები, მაგრამ ყველაფერი დაიმსხვრა. არის თუ არა შანსი, რომ რაღაც გამოვიდეს? არა, შემოსაყარებო. დღესდღეობით ისეთი ენერგიები, რომ აქ მასთან ურთიერთობა მხოლოდ დეპრესიაში ჩაგაგდებით, ისევ თითქოს რაღაცნაირად გამოходით მდგომარეობიდან და არ ვარგიშჩევთ ეხლა მასთან რამე ურთიერთობის დაჭერას. შესაძლოა ენერგიები შეიცვალოს, ენერგიები მუდმივად იცვლება. გული გაქვთ აქ სამკუთხედი, არ ვიცი, რა იქნება, რა შეიძლება იყოს. ჯერჯერობით არაფერი სიტუაცია გაყინულია და ერთმანეთისგან თავს იცავთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ. პირად კონსულტაციებზე ჩასაწერად, მომწერეთ აღწერილობაში მითითებულ ნომერზე, ვიბერზე ან WhatsApp-ზე. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ლაიქებისთვის და გამოწერისთვის.